გამარჯობა. ვიდეოში ვისაუბრებთ ბორჯღალზე. მის შესახებ არსებობს სხვადასხვა ქართული კვლევა და ყველა მათგანი საბჭოთა იდეოლოგიის გავლენას განიცდის. შეგახსენებთ ამ იდეოლოგიის ზოგად შინაარსს. ის არ ცნობდა რელიგიას და საბჭოთა კავშირში შემავალი ცალკეული რესპუბლიკების ეთნოსს და ისტორიას პირდაპირ უსადაგებდნენ ათეიზმს. საქართველოს შემთხვევაში გაცილებით რთულად იყო საქმე, რადგან ქართლოსი წარმოადგენდა ბიბლიურ ნოეს შთამომავალს და ამიტომაც მთლიანად გაყალბდა ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორიის გარკვეული ნაწილი. მისი საწყისი ქართული ეთნოსის ჩამოყალიბებისა და ქართული სახელმწიფოების დაარსების ისტორია. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელი თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით დასაბამიდან სოფლისა ქართული ქრონიკონით მეექვსე მოქცევის 21, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის დასაწყისი. ამაზე გვაქვს რამოდენიმე ვიდეო და გთხოვთ უყუროთ. ვიდრე გაეცნობით ბორჯღალის შესახებ დღემდე დამკვიდრებულ სამეცნიერო უნიკალურ ტყუილებს, ან უკვე გაცნობილი ხართ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ბორჯღალის მათ მიერ დადგენილი კომპოზიტები ბორჯ, ბურჯ, ბორგ, ბერგ, ღალ, გალ და ასე შემდეგ თითქოსა ქართული წარმომავლობისაა. ეს სიცრუეა. განმარტავთ, ბორჯღალი არის ქართული სიმბოლო, ოღონდ მისი სახელის ეტიმოლოგია არაქართულია, მიზეზთა გამო, შემოსევები და ასე შემდეგ. ახლა მიმართავთ შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ბორჯ, ბურჯ არის ქართული სიტყვა, ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ და დაასაბუთონ. ამას ისინი ვერ გააკეთებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ და საკუთარ რეპუტაციას გაუფრთხილდებიან. მაშინ ეს რას ნიშნავს? ყველა ენათმეცნიერი, რომ ერთ და იგივეს იმეორებს, ბორჯღალი ქართული წარმოშობის სიტყვაო. დავიწყოთ ღვთაება ბოჭით, გადავიდეთ უკვე მსჯელობაზე და იგი დავაკავშიროთ ბორჯღალს. თეიმურაზ ბატონიშვილი. ბოჭი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა. ბოჭისას ეტყოდნენ ამას. ესხნეს შვიდნი ხელნი, რომელთაცა ხელმწიფებდა თითოეულთა ხელთა თითოეულთა უმაღლეს და მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან, შვიდთა მწვერვალთა კავკასიისათა და თითოეულთა ხელსა მისა აქვდა თვითოფერი ხელმწიფება, მოფენად სარგებლობისა, წყალობისა, გარნა რისხვისა. ეგ სახედვე შვიდნი ხელნი ბოჭისანი ნიშნავდეს შვიდთა ნაცესაობათა თარგამოსისათა. პირველი ქართლოსისა და სხვათა ექვსთა ძმათა მათთა, რომელნიცა იყვნენ ერთ საზოგადოება და ხელისაქვეშე ქართლოსისა, მეორე ეგროსის, მესამე მოვაკოსისა, მეოთხე ჰეროსისა, მეხუთე ბარდოსისა, მეექვსე ლეკოსისა და მეშვიდე კავკასოსისა. ესე შვიდნი ნათესავნი არიან ერნი გიორგისა, ესე იგი საქართველოისა, ანუ ივერიისა, რომელნიცა პირველ ყოველნივე ერთ და ერთ ენა იყვნენ და ყოველნივე ქართულისა მომზრახნი. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 51. ალბათ გასაგებია ეს ყველაფერი. როგორი მატერიალური სახე ჰქონდა ღვთაება ბოჭს, ამაზე არასდროს არაფერია თქმული. თუმცა ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი არგუმენტი, რომელიც ეფუძნება მთლიანად კვლევაში განხილული საკითხების ანალიზს. ისედაც დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ ბოჭის გამოსახულება როგორც მთავარი ღმერთისა არ არის აღმოჩენილი. რატომ არ გამოსახავდნენ მას მატერიალური სახით ჩვენი წინარდები? სწორედად რომ გამოსახავდნენ და აღმოჩენილი ნანახიც გვაქვს. ოღონდ ყურადღება არ მიქცეული. ბოჭს ჰქონდა ბორჯღალის მატერიალური გამოსახულების, ანუ სიმბოლოს სახე, რადგან ორივე შემთხვევაში გვაქვს 7 ნახევრად მოხრილი მკლავი. მაშასადამე ძირითადად სხვადასხვა ინტერპრეტაციით ის ღვთაებაა, ოღონდ აქამდე არავის უთქვამს, რომ ბორჯღალი შეიძლება იყოს ბოჭის მატერიალური გამოსახულება. იგი გვხვდება სხვადასხვა უძველეს კულტურაში. სავარაუდოდ მათ აქვთ ერთიანი წარმოშობა, ისე როგორც ნოეს მოდგმას, ენას, დამწერლობას და სხვა. სურათებზე თვალი მიადენდეთ ანასაზის, ანუ უებლოიანთა ერთ-ერთი პეტროგლიფის გამოსახულებას, რომელზეც დატანილია ქართული ბორჯღალის ზუსტი სიმბოლო, 7 მოხრილი მკლავი. ესე იგი, კავკასიონის 7 უმაღლესი მწვერვალი და ქართლოსსა და მის ძმებს უკავშირდება. ზოგადად მთის ამ სახით სიმბოლიზირება წარმოადგენდა ადამიანის ძლევამოსილების გამოხატვის ფორმას. მით უმეტეს, რომ 7 ძმას
გადაეცა სამმართველოდ 7 კუთხე კავკასიისა, ოღონდ ქართლოსის უზენაესი მმართველობა. თავიდან ქართლოსის სიცოცხლეში ბოჩი ბორჯღალი წარმოადგენდა კავკასიონის 7 მთის სიმბოლოს, ღვთაებრივ მატერიალურ სახეს, თუმცა ამავდროულად 7 ძმის სიდიადის გამოხატულებასაც. ქართლოსის შემდგომ კი იგი გარდაიქმნა 7 ძმათა კლავების გამოსახულებიან ღვთაება. ქართლის ცხოვრება ავიღოთ. მას ჟამსა საუბარია მცხეთის მამასახლისობის პერიოდზე, დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექნეს სახურ მზისა, მთვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათ იყო საფლავი ქართლოსისა. ამას ამბობს ქართლოსიანებზე, ანუ ქართველებზე მემატიანი. ახლა კი ბორჯღალის ეტიმოლოგიის შესახებ. სახელდება ბორჯღალი წარმოადგენს 3 სიტყვისაგან შემდგარ სახელს, კომპოზიტია. ბორჯ, ხა და ლუ, რომელიც არ გახლავთ ქართული წარმომავლობის და იკითხება როგორც მთა, ხარი, კაცი. ბორჯღალის უძველესი ქართული ფორმა სიონ მუნულუ ნიშნავს მთა, პირველი კაცი. ანუ მთა, ხარი, კაცი. ხარის თავის გამოსახულება უძველეს ფორმით იკითხება როგორც მუნუ, ესე იგი უძველეს ქართულ წინადადებაში სიონ მუნულუ, რომელიც დამწერლობითი სახით დატანილია გრაკლიანის სრული საკურთხეველზე და ჩვენს მიერ იქნა გაშიფრული მუნუ გამოისახებოდა ხარის თავით, იკითხებოდა მუნუ და ნიშნავდა პირველს. აქედან გამომდინარე ბორჯღალუ და სიონ მუნულუ გახლავთ ერთი და იგივე შინაარსის მქონე სახელდება. იკითხება თანამედროვე ქართულად მთა, პირველი კაცი, ოღონდ ბორჯღალუ, იგივე ბურგალ არ წარმოადგენს ქართული წარმომავლობის სიტყვათა თანწყობას. ბორჯღალუ შესაბამისი უძველესი ქართული სიტყვაა თანწყობით სიონ მუნულუ. ასე დაწვრილებებით ასნა გვიძევს, იმიტომ ადვილი გასაგები იყოს ყველასთვის. ცელი განმარტება დაიდება პოსტზე ბოჩთან და ბორჯღალთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პოსტს. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ვიდეოებს, მოგწეროთ შეკითხვები და კომენტარები. დიდი მადლობა.